საქართველოში მოზარდთა შორის გახშირებული დანაშაულის ფონზე სკოლების დირექტორები განათლების მინისტრად და სამართალდამცავებს დახმარებას თხოვენ. სწავლის პროცესის დაწყებამდე სკოლაში მოსწავლეების ჩხრეკას დღეს სკოლის დირექტორი მოითხოვდა, რომლის ორი მოსწავლეც გასულ კვირას სიცოცხლეს გამოასალმეს. ალექსანდრე ლომაია ინიციატივის წინააღმდეგი არ არის, თუმცა აცხადებს, რომ პოლიციის მოულოდნელი რეიდებისას მოზარდების დანებს ჩანთაში ხშირად მასწავლებლები ინახავენ. რა თემაზე იწყება სკოლაში კონფლიქტი და როგორ აგვარებენ პრობლემებს მოზარდები, განათლების ძველ და ახალ მინისტრებს დღეს თეა თუაშვილი ესაუბრა. 53 საჯარო სკოლა შენობის ცენტრში გასულ კვირას მოზარდთა შორის მომხდარი გარჩევის მსხვერპლის ნიკოლოზ ჩანგსელიანის ხსოვნის კუთხეა. კიბეებზე ამ სკოლის კიდევ ერთი მოკლული მოსწავლის სალომე მამაცაშვილის პანაშვიდზე მისატანი ყვავილები მიაქვთ. მკვლელობიდან 3 დღეა გასული და მკვლელი ისევ ქუჩაში დადის. სკოლის დირექტორს მძიმე კვირა ჰქონდა. ამ მკვლელობების შემდეგ იგი დღეს ინიციატივით გამოდის. თუ სამართალდამცავი ორგანოები გადაწყვიტავენ და კანონისგან გამომდინარე მოგცემენ იმის საშუალებას, რომ სკოლებში იყოს ჩხრეკვის უფლება, რა თქმა უნდა, შესაბამის პირებთან ერთად ალბათ შედარებით უფრო კარგიც იქნებოდა. ფსიქოლოგ დავით ზესაშვილთან მოზარდი პაციენტების რაოდენობა სულ უფრო მატულობს. არის შემთხვევები, როცა ბავშვები მასთან თავისით მიდიან და სკოლაში შექმნილ პრობლემებზე, ოჯახში არსებულ კონფლიქტებზე და სოციალურ პირობებზე თავად ესაუბრებიან. ფსიქოლოგს რჩევის მისაღებად ძირითადად ეგრეთ წოდებული დაჩაგრულები მიმართავენ. ამხანაგები არღებულობენ, ამხანაგებთან რაღაც გაურკვევლობა, გარიყულები არიან. შმორი ასე ქვია სკოლაში მოზარდს, როცა მასზე გავლენის მოხდენას ცდილობენ. საჩმორება? აი, ადვილად რა. ეხლა როგორ აგიხსნა? როდესაც ერთი შემოდის ცალკეა და არავისთან მეგობრობა არ უნდა, სხვები მიდიან და აიძულებენ, რომ შმორი იყოს. რა გზებით დაიწყოთ? ცემენ ფულსაც პოლიციის მოულოდნელი რეიდები და მოსწავლეთა ჩანთების გაკვეთილზე ჩხრეკა სათავეს საბჭოური პერიოდიდან იღებს, თუმცა მაშინ განსხვავებული იყო მკვლელობის სტატისტიკა. როდესაც მოზარდი იყო დანა სკოლაში განათლების ექს-მინისტრი თამაზ კვაჭატირაძეც ატარებდა. იყო პერიოდი, როდესაც მე მიმაჩნდა, რომ ფიზიკურად თუ ჩემზე ფიზიკურად ძლიერი თუ დაჩაგვრას მომინდომებდა, მე ანგარიში უნდა პასუხი მისთვის მიმეცა. როდესაც სასამართლო უკუღმართია, როდესაც სამართალდამცავი ორგანოები უკუღმართულ საქციელს ავლენენ, მაშინ ნიჰილიზმი ჩნდება ამ ინსტიტუტის წინააღმდეგ. მოზარდთა დანაშაულის პრევენციისთვის სკოლებში ჩხრეკის შემოღება განათლების მინისტრისთვის მისაღები ინიციატივა, მიუღებელი ზოგიერთი მოსწავლისთვის. ზოგიერთმა პედაგოგმა აი ამ ჩვენი უეცარი შემოწმებების დროს არათუ ხელი არ შეუწყო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცივი იარაღის აღმოჩენაში. ამიტომ არამედ თვითონ თავიანთ ჩანთებში და ზოგიერთ უჯრაში დამალდა ცივი იარაღი. სკოლაში შესვლის წინ ჩანთა გაგიჩვენე. არ გავაჩვენე. რატო? საჯარო სკოლებში პოლიციელების მიერ მოსწავლეთა ჩანთების ჩხრეკის გადაწყვეტილებას სკოლის სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორატი დამოუკიდებლად მიიღებს. სკოლებში განმარტავენ, რომ ისინი მოსწავლეზე პასუხისმგებელნი მხოლოდ სკოლის შენობაში არიან და ის, რაც ქუჩაში ხდება, მათი კომპეტენცია არ არის. გაეროს საქართველოში ბავშვთა სოციალური მდგომარეობით შეშფოთებულია იუნისეფის რეგიონალური ოფისის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგი. საგანგაშოა საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა მოზარდთა 57% ცხოვრობს. ამავე კვლევის მიხედვით ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის შემდეგ ბავშვთა ცხოვრების დონის მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა საქართველოშია. მეხუთე ადგილებზე 54% სომხეთი და მოლდოვა ინაწილებენ. შემდეგ ადგილზე უზბეკეთი ამას 28% ყაზახეთი მოსდევს. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 13% კი რუსეთში დაფიქსირდა. თბილისში განმარტავენ, რომ ეს საგანგაშო მაჩვენებელი ძირითადად მძიმე სოციალური ფონის შედეგია. საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევის შედეგებს თვალი დღეს ლაშა მიქაძემ გადაავლა. მე მინდა მქონდეს ძალიან ბევრი ფული, დავეხმარო მათ ცხოვრებს და გაჭირებულებს. კარგი ცხოვრება მინდა, დედა მინდა რომ დავეხმარო და რავი, დედის გვერდში მინდა რომ ამოვდიგე დედას. მე მინდა ბედნიერი ცხოვრება მქონდეს. ეს ბავშვები საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევის ობიექტები გახდნენ. მათ ნორმალური ცხოვრება გაეროს კი სიღარიბის ზღვარს მიღმამყოფი ბავშვების რაოდენობის დადგენა უნდა. იუნისეფის რეგიონალურმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში ბავშვთა 57% უკიდურესი გაჭირვების ზღვარზეა.
სიღარიბის ნორმის დადგენის მთავარი კრიტერიუმი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალია. გაერო ასევე დიდ ყურადღებას აქცევს, რამდენად ხელმისაწვდომია ბავშვებისთვის განათლება, ჯანდაცვა და როგორ მუშაობს, საერთოდ არსებობს თუ არა ქვეყანაში სოციალური დაცვის მექანიზმი. საქართველოში ამ მხრივ მძიმე სოციალური მდგომარეობაა. გაეროს დასკვნის მიხედვით საქართველოში ოჯახში რაც უფრო მეტი შვილია, მით უფრო ჭირს ცხოვრების დონის გაუმჯობესება. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლის პროფესიას. ხატაკი ბავშვების მშობლების უმრავლესობა სოფლის მეურნეობის სფეროშია დასაქმებული, თუმცა არიან გამონაკლისებიც. ოჯახების დიდი ნაწილი შვილებს ბავშვთა სახლებში უმუშევრობის გამო აბარებს. უმუშევრობა მთლიანად მთელ ოჯახს, არც მეუღლე მუშაობს, არც მე. ჩემნაირი ასაკის ადამიანი არავის არ აშირდება. და ვალდებული ვიყავი მომეყვანა ბავშვი, იმიტომ რომ კარგად იცით, რომ ხაერით არ იკვებება ადამიანი. ბავშვთა სახლების პრობლემა გაეროს მონაცემებში ცალკე თემაა. საქართველოში მიუსაფართა თავშესაფარი ნორმაზე მეტია. ძირითადი მიზეზი კი ქვეყანაში არსებული სოციალური ფონია. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ფაქტია ესეა. დიდი პროცენტი ფაქტიურად თამაშ შემიძლია თქვა, რომ აი ამ ჩვენი სახლის მაგალითზე თითქმის 80-90% არის სწორედ გაჭირვების გამო. არიან მშობლები, რომლებსაც უბრალოდ პასუხისმგებლობის აღება არ შეუძლიათ თავის თავზე, მაგრამ ძირითადი ნაწილი არის, რა თქმა უნდა, ის ოჯახები, რომლებიც ელემენტალურ პირობებს ვერ უქმნიან ბავშვებს. გაეროს კვლევის შედეგებს იცნობენ სახალხო დამცველის აპარატშიც. ომბუდსმენის ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრის მონაცემებით ყველაზე მძიმე მდგომარეობა რეგიონებშია. ბავშვები იძულებულნი არიან სამუშაოდ თბილისში ჩამოვიდნენ, რთული საარსებო პირობები კი მათ დანაშაული ჩადენისკენ უბიძგებთ. უნდა მოხდეს ამ ოჯახების რაღაც სწორი შესწავლა, უნდა მოხდეს მაგათთვის რაღაცნაირი პროგრამების შემუშავება, რომ ბავშვები დავიცვათ ელემენტარულად, იმიტომ რომ ისინი ამის შედეგად ძალიან სერიოზული რისკების დგებიან და მე ძალიან ძნელია მათი დახმარება უკვე, როდესაც უკვე ფაქტი დამდგარია. საქართველოზე გაცილებით მძიმე სოციალური ფონია ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში. უკეთესი მდგომარეობაა სომხეთში, მოლდოვაში, უზბეკეთსა და ყაზახეთში. სიღარიბის ზღვარს მიღმა ბავშვთა 13% აღმოჩნდა რუსეთშიც. ამ დასკვნის შემდეგ გაერო მოსახლეობის სოციალური პირობებით შეამოწმა. საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით ბავშვებთან ერთად საქართველოში მოსახლეობის 39% უკიდურესად გაჭირვების ზღვარზეა.